Baby Lane თავისუფლად შეიძლება რომ Tupac Shakuris სიმღერის გმირი ყოფილიყო. თვითონაც ალბათ უფიქრია, როცა ისმენდა ხოლმე Tupac-ის სიმღერებს, რომ ჩემზე არის ეს სიმღერაო. ფანი იყო. ყველა ალბომი ქონდა, კალიფორნიაში იმ დროს ყველა ეგრე იყო. მაგრამ რაც წარმოიდგენდა, რომ ბედის წერა ამისი ხელით გამოასალმებდა ლეგენდარულ რეპერს სიცოცხლეს. Is it Orlando? Yes. Let me just ask you point blank. Did you kill Tupac Shakur? I didn't kill Tupac. I mean, I don't know why, you know what I'm saying? They would even say something like that. შესახედავადაც კეკავს. აი ნახეთ, ბიძაშვილი ან მამიდაშვილი შეიძლება რომ გეკონოს. Baby Lane-ის ნამდვილი სახელი იყო ორლანდო ანდერსონი და ყველა ესე ახასიათებს რომ იყო ჭკვიანი ბიჭი, სკოლას არ აცდენდა, კარგ ნიშნებს იღებდა, არ სვამდა, არ ეწეოდა, ნარკოტიკებს არ იღებდა, რეპერობაზე ოცნებობდა და ერთი პერიოდი რაც ფილმის სცენარსაც წერდა, მაგრამ ვერ დაამთავრა. ხوارი გამოთქმა ეგეთი რომ გეოგრაფია ბედის წერაო, ნაპოლეონს მიასწერენ ხოლმე, კიდევ რაღაც სხვა ხალხსაც და ეგ როგორც ჩანს ქვეყნების დონეზეც მოქმედებს და უფრო მიკრო დონეზეც. იმიტომ რომ ორლანდო ანდერსონის ოჯახი კომპტონში South Berry Road-ზე ცხოვრობდა, რომელიც არის კომპტონ ბულვარის ქვევით, სამხრეთით მდებარეობს. კომპტონ ბულვარი ყოფს ქალაქ კომპტონს ორ ნაწილად და ქვევით სამხრეთში ვინც არიან, ეგენი არიან South Side Crips-ის გენგის წევრები, ანუ South Side იგულისხმება რომ კომპტონ ბულვარის სამხრეთით მდებარეობს. გინდა არ გინდა ომში ხარ ჩართული. ზევით მაცხოვრებლებთან, ბლადებთან. ხო და ჩვენი ორლანდო ანდერსონი იგივე Baby Lane-ი, ნიჭერი ბიჭი იყო, 7 ტიპი იყო, ანუ ადვილად წყობიდან არ გამოდიოდა, მაგრამ ამავე დროს იყო ცივსისხლიანი მკვლელი. განგსტერი იყო, პროფესიონალი კრიმინალი. წამალსაც ყიდა, ყაჩაღობდა, როცა საჭირო იყო ისროდა, ხას ნარკოტიკების გაყიდვა ჩვენი გაგებით, ქართულით არ ითვლება კარგ რამედ. ამერიკაში მოგეხსენებათ ალბათ, მაგრამ მაინც პირიქით არის. იქ იგულისხმება რომ თუ განგსტერი ხარ, თუ რაღაც კანონს არ ყოფ, ბარემ უნდა დაარღვიო კანონი და ნუ კაია თუ მაღაზიას გაძარცვავ, მაგრამ ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა მაინც ნარკოტიკებით ვაჭრობა არის. 15 წლისა იყო, როდესაც უფროსმა განგსტერებმა უთხრეს ამას და კიდე ორ ტიპს, რომ თუ გინდათ რომ ნამდვილი კრიფები იყოთ, მიგიღოთ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ბანდაში, უნდა წახვიდეთ ახლა და მაკდონალდში ორი პოლიციელია ბურგერებს ჭამენ და უნდა ჩახოცოთო. ტიმი და ბობი. წიგნი აქვთ მერე დაწერილი ამ ტიპებს კომპტონზე და მანდედან ვიცით. ესენი მიადგნენ მანქანით, გადმოიღეს იარაღი, ესროლეს, ვერ მოარტყეს, გაიქცნენ მერე. პოლიციელებმა იპოვეს, დააკავეს სავით, მაგრამ მაინც არაფერი, არც დაუჭერიათ, არც კომპტონია რა. არასრულწლოვნები იყვნენ თან, რა უნდა ეკნათ. ესე ძალიან ირონიულია, ეგეც ბედის წერის ამბავია, შეიძლება რომ ამ Baby Lane-ის განგსტერული კარიერა ამ ორი პოლიციელის თვალწინ დაიწყო და იქვე დამთავრდა. ეგ ტიმი და ბობი იყვნენ 1998 წელს, ვის ხელშიც დალია სული ორლანდო ანდერსონმა, მაგრამ აქამდე მივალთ მაცალეთ. თორე ჯერ ცოცხალია ორლანდო, ჯერ 1996 წელია, როცა მოხდა მთავარი საბედის წერო შემთხვევა მის ცხოვრებაში, ისე რომ ვერც მიხვდა. ანუ არც ბედის წერას გავდა, არც არაფერს, რა ჩვეულებრივი ამბავი იყო. Baby Lane და რამდენიმე კიდე განგსტერი ძმა მაგისი იყვნენ სავაჭრო ცენტრში, ისე აბირჟავებდნენ და უცებ დაინახეს რომ რამდენიმე ბლადი ფეხსაცმლის მაღაზიაში ფეხსაცმელებს იზომებს. ესენი იყვნენ Mob Pyros წევრები, ბლადის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების და მათ შორის იყო Trayvon Lane-ი, ანუ ეს Baby Lane-ი ამეცახელად, იმის ნამდვილი სახელი დაგვარია Trayvon Lane-ი. რომელსაც კისერზე ეკიდა ძეწვზე არის მედალიონი Death Row-ი, ხმისჩამწერი კომპანიის, რომელიც არის ოქროსი და ბრილიანტებით მოოჭვილი. თავისი ხელით გადასცა შუგნაითმა საჩუქრად, განსაკუთრებით ერთგულ ბლადებს ურიგებდა ხოლმე, და ნუ ძალიან ძვირიანები Snoop Dogg-ს და Tupac-ს და იმათ ჰქონდათ ყველას Death Row-ს ძეწვებით უნდა ევლოთ. ამათ მიაჭრეს, ცოტა ხელი მოხვდათ იმათ, ჩამოგლიჯა ძეწვი ორლანდო ანდერსონმა Trayvon Lane-ს და მე ლეგენდის თანახმად თავად დადიოდა ამ მედალიონით, თუმცა სავარაუდოდ ეგრე არ ყოფილა, ამ Trayvon Lane-მა ვისიც იყო ძეწვი, მე თქვა რომ ჩამომგლიჯა, ძირს ეგდო და მე ავიღე და მე მქონდაო. მაგრამ კომპტონური სტანდარტებით არც არაფერი არ მომხდარა. ამ დროს ორლანდო ანდერსონს ორი კაცი ყავს უკვე მოკლული. ასე რომ პატარა ძიძგილაობა, ეგ რაღაცა ეგ შეიძლება არც ახსოვდა,
თვენახევრის მერე, როდესაც ლას-ვეგასში ჩავიდა მაიკ ტაისონის ჯგუფის სანახავად. MGM Grand Casino ჰოტელში მაიკ ტაისონი ხვდებოდა ბრუს შელდონს, წესით მაგარი ჯახი უნდა ყოფილიყო. ორლანდო ანდერსონი იქ იყო, ბილეთი არ ქონდა და რაღაცნაირად შეიპარა. მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. ისიც და ყველა სხვაც ვინც ლას-ვეგასში იყო მაშინ ჩასული, იმიტომ რომ მაგარი ჯახი არ გამოვიდა. ტაისონმა 1 წუთსა და 59 წამში დააგდო მოწინააღმდეგე და იქ დამსწრეები ამბობდნენ, რომ ესე ჩაწყობილი იყო ეს თამაში, იმიტომ რომ ორჯერ მოხვდა ხელი ბრუს და ერთი მაინც არ მოხვედრია და მაინც წაიქცა და ნუ რას გავს ეს ყველაფერიო. ასე თუ ისეა, იმედგაცრუებული და დაუკმაყოფილებელი ხალხი მოედო ამ კაზინოს. ორლანდო მარტო თავისთვის დგას და უცებ დაინახა, რომ რაღაც ტიპები მოდიან ამისკენ. ეხლა რა ხდება? ტაისონის ჯახის საყურებლად მთელი death row იყო მისული, მთელი დელეგაცია არის, მათ შორის არის შუგ ნაითი და მათ შორის არის ტუპაკი, რომელიც ტაისონის ახლო მეგობარი იყო, ძმაკაცობდნენ. თავისთვის მოდიან და ამ დროს ის ტრევონ ლეინი, ის ტიპი, ვისაც ჩამოგლიჯეს ძეწვი, მივიდა შუგთან და ტუპაკთან და უთხრა, რომ აი ის ტიპი, ვინც მაშინ მცემაო, იქა დგასო, მედალიონს რომ მართმევდაო. და მიუხედავად იმისა, რომ ამათი სასწავი დიდი ნაწილი განგსტერები იყვნენ, ნამდვილი ქუჩის განგსტერები, ტუპაკმა თქვა, რომ მე მივხედავ ეხავე მაგ ამბავსო, ეგო შენ შეურაცხყოფა რომ მოგაყენასო, იმ ტიპს არ შერჩებაო ეკო. მიაჭრა ორლანდო ანდერსონს და კითხა, you from the south? სამხრეთიდან ხარ? იმან პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, როცა ტუპაკმა წყვიტა და მერე დანარჩენი შუგ ნაითი და სხვაებიც მოვიდნენ და გაწიხლეს ეს. აგერ პონჩი იყვნენ, რომ იქ თუ ვერ ვნახეთ ჩხუბი, ჩვენ თვითონ ვიქნებით ჩხუბიო. საკაიფოდ ჟეჟეს და მერე მხიარულად დაიშალნენ. ორლანდო წამოდგა და ბეიბი ლეინი ტუპაკისგან და სხვაჯერ შუგ ნაითისგანაც განსხვავებით მოქმედი განგსტერია. იმას თავის წესები აქვს. განგსტერს ხელი მოხდა, განგსტერმა შეურაცხყოფა უნდა ჩამოიბანოს სისხლით. ორლანდო წამოვიდა და მიადგა ბიძამის Southside Crips-ის ავტორიტეტს, დუენ დეივის, იგივე ქიფიდის და უთხრა ბიძაო, ხელი მომხრა და ორი გვამე მინდაო ტუპაკის და შუგ ნაითისო. ბიძამის მომხრა, რომ ბაზარი არ არის, ეხავე წავიდეთო, ოღონდ ნუ პატარა გამოწვევა აქვს, ჯერო იარაღი არ აქვს, კომპტონში არ არიან, ლას-ვეგასში არიან ჩასულები და თოფი არ წამოუღიათ, იმიტომ რომ კაზინოში უნდა შევიდნენ, გამოვიდნენ და იქ ხა ეს ადვილი არ არის იარაღით მოძრაობა. მაგრამ ნუ განგსტერს არ გაუჭირდება ეგ. ქიფიდი მადულად იშოვა, დამბაჩა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ კლუბ 662-თან. იქავერი კლუბია, სადაც წესით after party იყო, ამ ჩხუბის მერე, სადაც ტაისონიც მივიდოდა, ტუპაკის სცენაზე გამოვიდოდა, რან DMC-სთან ერთად და ნუ ყველამ იცოდა, რომ იქ უნდა ყოფილიყვნენ. ეხლა მიუხედავად რომ დეტალურად ყვები, მთლად ბოლომდე ყველა დეტალს არ მოგიყვებით, იმიტომ რომ იქ მივიდნენ ორი მანქანით, ერთი იყო თეთრი კადილაკი, მეორე იყო თეთრი ვენი, ნაქირავები, ბლომად ხალხი იყვნენ ერთად, საბოლოო ჯამში ყურადღება გავამახვილოთ ამ თეთრ კადილაკზე, სადაც ის 4 ადამიანი. მათ შორის არის ეს ქიფიდი, მათ შორის არის ორლანდო ანდერსონი და კიდე ორი ტიპი. კაზინოს ჩხუბიდან 2 საათი ცოტა მეტი არის გასული და ესენი ნუ აბირჟავებენ კლუბთან. ოღონდ ახლა ესენი დიდი მოთმინებით არ გამოირჩევიან, ერთი 20 წუთი ნახევარი საათი აბირჟავეს კლუბის წინ, არ მოვიდნენ ტუპაკი და შუგ ნაითი იფიქრეს, რომ წავიდეთ, სასმელი მაინც დავითრიოთ და ისე დაველოდოთო. თეთრი კადილაკით წამოვიდნენ და ამ დროს ესმით წივილის ხმა, რამდენიმე ქუჩის იქით, რომ ტუპაკ, რაღაც გოგოების ხმა არის. გაიხედეს და ტუპაკმაც გაიგო ეს ხმა და გადმოწეულია ზის შუგ ნაითის ახალ ზიზია BMW-ში და ფანჯიდან არის გადმოსული და West Side Girls რაღაცებს ეუბნება თან ტანს ამარიაჟებს. ხა ტუპაკი მაგარ ტანზე იყო, Thug Life აწერია და ის კუბიკები და რაღაცეები ყველგან და ამათქოს რომ ოკეი, ბაზარი არ არისო. თან ახლა რო იცოდეთ რომ ეს მანქანაში შედან შუგ ნაითი და ტუპაკი ამ BMW-ში. მაგრამ გარშემო მთელი კორტეჟი იყო, 12 მანქანით მოძრაობენ. ერთში არიან Outlaws, მეორეში არიან რაღაც მოპაირუს წევრები, მესამეში არიან დაცვის წევრები, ბევრნი არიან ერთად. და ეგეთი უჭირავთ რომ მთელი ქალაქი ჩვენია. უჭირავთ კი არა მთელი ქალაქი მაგათიან ჩასულები არიან ასობით ადამიანი, death row და ფულს ისვრიან იმის დედავატირე. მაგრამ არ უშველათ იმ 12 მანქანამ, იმიტომ რომ ამ ორლანდო სასტავმა კადილაკი შემოაბრუნა, მანქანას მიუყენეს გვერდზე BMW-ს, ბეიბი ლეინმა გადმოყო ხელი და 13-14 ჯერ გაისროლა. აქედან ტუპაკს 4 ტყვია მოხდა, 2 ფეხში, 1 ხელში, 1 მკერდში. შუგ ნაითიც დაიჭრა, მაგრამ სუბუქად კეფაში მოხდა ნასხლეტი.
შუგნაიტამ მაშინვე მოატრიალა მანქანა, ესე თუფაკს უთხრა რომ საავადმყოფოში მიმყავხარო და ის ჯერ თავიდან ისე ცუდად არ იყო და რაც ეხუმრა რომ მე რა მინდა საავადმყოფოში შენ აღარო შენ მოგდისო თავიდან სისხლიო, მაგრამ აკუნეს და ეგრევე არ იყო კარგად. ამათი ბეამბე შუაგზაში გაჩერდა, იმიტომ რომ 2 ტყვია საბურავს მოხდა. ამ დროს პოლიცია მოვიდა ადგილზე, სასწრაფო ერთმა პოლიციელმა კარი გამოაღო და სისხლიანი თუფაკი გადმოვარდა იქიდან. ამან თავი დაუჭირა და სუნთქავ can't breathe ესე ამბობდა. თუფაკი და პოლიციელი ეკითხება რომ რა მოხდა, ვინ გესროლაო. და თუფაკი უწესაზე მოვიდა, ამას შეხედა და ყველაზე უფრო თუფაკური პასუხი გასცა საერთოდ. He looked at me and I could tell he was getting a breath together to tell me, and he looked me right in the eyes and we looked at each other and he said, "Fuck you." And he said it just like that with the emphasis on that F to really let me know. სასტრაფოში აიყვანეს საკაცით, სასტრაფოში შუგნაიტიც იყო და ის ამბობს რომ ბოლო სიტყვები იყო, აი უკვე წასული იყო ნახევრად, რომ I'm dying man, კვდები ძმაო. ეს არის 7 სექტემბერი. თუფაკის დაჭრის ამბავი მოედო მთელ ამერიკას ეგრევე და თავიდან ახლობლების და ვიღაცა ნაცნობების ფიქრობენ რომ აი პირველი შემთხვევა არ არის, დაუჭრიათ აქამდე, გადარჩება ჩვენი თუფაკ შაკური, გაუძლებს, ეგეთებისთვის გაუძლია. მაგრამ ვინც ნახა პალატაში შეყვანამდე პოლიციელი, ახლობელი, ყველა ძალიან ეჭვს თვალის უყურებდა ამის გადარჩენის ამბავს, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ცუდად იყო. მეორე დღეს შეიყვანეს ხელოვნურ კომაში, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, ამ რაღაც 24 საათის განმავლობაში პალატასთან ვიღაც ტიპები აბირჟავებენ, აუთლოს არიან მორიგეობა აქვთ, რომ ვიღაცა იარაღით პალატის წინ იდგას, რომ იქნება ვიღაცა მოვიდეს ამათი მტერი, რა ვიცით ვინ არის და დაასრულოს საქმე. მაგრამ თლათ ისეც არ არის რომ რა ვიცით ვინ არის. ის რომ ამ სროლის უკან Southside Crip-ები იყვნენ და ორლანდო ანდერსონი და კიფირი და დანარჩენები მაშინვე გაბაზრდა და ჯერ კიდე ცოცხალი იყო, მცოცხალკვდარი იყო თუფაკი, როდესაც კომპტონში ნამდვილი ომი დაიწყო. Bloods, რომლებიც ისედაც საომარ ვითარებაში იყვნენ კრიპებთან, ქუჩაში სადაც ხედავდნენ ერთმანეთს, უკვე ბაზარი აღარ იყო, მაშინვე იარაღი ლაპარაკობდა. არავინ არ იცის ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა. აი ამ დაპირისპირების შედეგად მინიმუმ 7, ალბათ მეტიც. ეს ორლანდო ანდერსონი თავიდან მაშინვე დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ვიყავი, მე ვესროლე თუფაკსო, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვა მოუწია, იმიტომ რომ ნამდვილი ნადირობა იყო მაგაზე გამოცხადებული. გავიდა რამდენიმე დღე და თუფაკი უკვე ფაქტობრივად ამ ქვეყნისა აღარ არის. 13 სექტემბერს რამდენიმე გულის შეტევა ჰქონდა, რაღაც ორგანოები გაუჩერდა, ექიმები ყოველჯერზე რაღაცა მოაბრუნებენ, აპარატზე შეერთებენ და ბოლოს αφენი შაკურმა დედამისმა თქვა, რომ ნუ გააწვალებთ, ანუ აღარ არის ეს მომბრუნებელი გადარჩენა. სღაპარიაო და უბრალოდ ტანჯავთ ეხაო. 4 საათსა და 3 წუთზე არის ოფიციალური სიკვდილის დრო თუფაკ შაკურის 25 წლისა იყო. ეხლა შეიძლება იკითხოთ, რომ სულ ეს იყო, რამე კონსპირაციას არ ქონდა ადგილი, ფაფტედი მას შეუკვეთა მკვლელობა. იცი რა არ იყო ეს სულ. და მაგას ჩამოვყვები ეხავენ. მაგრამ ჯერ ეს. ვიდრე გავაგრძელებდე, ჯერ ორი სიტყვა მინდა გითხრათ, როგორ შეიძლება ამ არხს დაუჭიროთ ხარი, დაუჭირო შენ, ნაგაზო, ხარი. ერთი არის რომ გავაკეთე პატრეონი თუ არის თარი ეგეთი ტიპი, რომ რეგისტრირდები და ყოველ თვე ამბობ, რომ გარკვეულ თანხას მივცემ ამ პიროვნებას. და სანაცვლოდ იღებ რაც სარგებელს. ჩემ შემთხვევაში ვიფიქრე, რომ სარგებელი შეიძლება იყოს 2, ერთი რომ არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ პოდკასტად გვინდა რომ მოვისმინოთ ეს და იქნება Spotify-ზე ატვირთო და ის სწორედ პატრეონის გამომწერებისთვის იქნება ის, რომ ავტვირთე უკვე. შეგიძლიათ რომ Spotify-ზე იქნება თუ Pocket Casts-ზე იქნება თუ რაღაც სხვა თქვენი სასურველი აპლიკაცია მანდ მოისმინოთ და მეორე ყოველ კვირას ჩავწერ სპეციალურად პატრონებისთვის ნაგაზები დავარქვი იქაც ახლა სულელია ვიდეოებსაც მუსიკაზე ვილაპარაკებ. მოგეხსენებათ YouTube-ი მაინც არ მაძლევს საშუალებას რომ ფრთები გავშალო და რაღაცა სიმღერები გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ეგრევე რაც კოპირაიტზე იქნება პრობლემა და პატრეონს არ აქვს მაგაზე პრობლემა, მაგარი კიდია, ამიტომ იქ შემილია რომ თქვათ 5 ჩემი აზრით ყველაზე კარგი სიმღერა თუფაკის, 5 სიმღერა ბიგის, 5 ბიფ ან დის ტრეკი საუკეთესო რომელიც ოდესმე ჩაწერილა
და თუ მოკლედ გრძელვადიანი მხარდაჭერა გინდათ, ეგ არის საუკეთესო საშუალება. ორი ის ამაქვს ეტაპი, რა ქვია, ერთი რომ $3 იხდი თვეში, მეორე, ვისაც საშუალება აქვს, რომ $15 იხდის თვეში. ერთი და იგივე არის, ორივე ერთსა და იმავეს იღებს, უბრალოდ ვინც მეც გადაიხდეს, უფრო მეტი სიამოვნება ექნება იმის ცოდნით, რომ ნაგაზების განვითარებას უჭერს მხარს. ვისაც არ უნდა ჩალიჩიროს ყოველთვე რაღაცა პასუხისმგებლობა აიკიდოს, მაგრამ ფულის გადმორიცხვა უნდა KISAG-ის ლინკი არ ექვევით, ეს არის უფრო ერთჯერადი გადმორიცხვებისთვის და თუ ახლა არც იმის საშუალება და არც იმისი ბაზარი არ არის, არხი მაინც გამოიწერეთ, თუ არა გაქვთ გამოწერილი, იმიტომ რომ საფხულის ბოლოს 10,000 გამომწერამდე თუ არ ავედით, თავს მე არ ვიცოცხლებ. ოკეი. ეს რაც შეეხებოდა მხარდაჭერის გზებს, მოუბრუნდეთ ახლა Tupac-ს და კონსპირაციის თეორიებს, რა შეიძლებოდა რომ კიდე მომხდარიყო გარდა იმისა, რაც მოგიყავით. ეხლა ჩამოყვები ესე, რომ ჯერ ყველაზე ნაკლებ სავარაუდო რა არის, მერე შეიძლება უფრო მეტი სიმართლის მარცვალი რაშიც შეიძლება იყოს და ბოლოს აი მთლად რა ვიცი კონსპირაცია თუ არ არის, არ ვიცით ბოლომდე მაგამდე მივალთ. დავიწყოთ აი თავიდანვე გავრცელდა ხმა, რომ ხო არა მოკლა ამერიკამ Tupac-ი. ანუ კონკრეტულად CIA იყო, FBI იყო თუ რაღაცა სხვა საიდუმლო ორგანიზაცია, მაგრამ რაღაც მაგათ ხელისუფლებამ ხო არ გააგორა, რატო შეიძლება გაეგორებინათ? ბოლომდე არ მესმის, მაგრამ ნუ აი ნახე რა ჩვენზე ცუდს ამბობს, რასისტები ვართ და რა გვინდა ეხა რომ Tupac-ი ცოცხალი იყოს. ამაში აი მაინც ვერ ვხედავ ვერანაირ ვერ ვამართლებ ამას. ერთი იმიტომ რომ ეს რო იყოს აი ცოტა ადრე Me Against the World-ის დროინდელი Tupac-ი და რო იყოს ლაპარაკი იმაზე რომ ნახე სასამართლო პროცესი მაგის წინააღმდეგ, სადაც სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ, შეიძლება ბოლომდე თემი და ბრმა არ იყო და გზევიდან ვიღაცა თითს ადებდა სასწორს, ბაზარი არ არის, მაგაზე შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეგრეც იყო. მაგრამ ეხა ვის რას უშავებდა ამერიკის ხელისუფლებაში Tupac-ი? არაფერს, პირიქით, მაგის ახლობლები ვინც იყვნენ, ოჯახის წევრები, ყოფილი შავი პანტერები, მამინაცვალი მუთულუც ციხიდან ეუბნებოდა, დედამისი აფენიც ეუბნებოდა და სხვაებიც, რომ ეხა შენ როგორც იქცევი, ეს აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს ომი რო წამოიწყე, არ არის სწორიო, იმიტომ რომ ჩვენ დროს აი 70-იან 80-იან წლებში როცა შავი პანტერები იყვნენ აქტიურნი, იყო ესეთი COINTELPRO პროგრამა, რომელიც იყო FBI-ის იყო, მე მგონი, ცდილობდნენ რომ ეს სხვადასხვა რევოლუციური ორგანიზაციები და რევოლუციური ორგანიზაციების წევრები ერთმანეთთან წაეკიდებინათ და რაც ხმებს ავრცელებდნენ, რომ ის ნახე იმასთან წევს, იმან ფული მოიპარა და ძალიან წარმატებით გამოსდიოდათ და მოკლედ ეს მუთულო და აფენი და სხვაებიც ეუბნებოდნენ Tupac-ს, რომ რასაც თავის დროზე FBI გვიჩალიჩებდა, რომ შავკანიანისთვის გადაეკიდებინა. ეხლა ცოტა არ იყოს მაგათ საქმეს შენაკეთებო, იმიტომ რომ East Coast versus West Coast, fuck your bitch and a click you claim, მაგრამ ისევ შავის ძალადობა არის შავზე და ამ დროს თეთრები სხედან წამოწოლილები არიან და დაქცინიან. რამდენად ეგრე იყო არ ვიცი, მაგრამ ნუ ყველა მერე ამბობს, რომ ვეუბნებოდით Tupac-ს, რომ არ ახარ სწორი, როგორც იქცევი და რასაც აკეთებ იმ მხრივ. ასე რომ მაგასაც რო თავი დავანებოთ ხა რა კავშირი ქონდა CIA-ის KFID-ისთან და ორლანდო ანდერსონთან თლად გასაგები არ არის. მეორე ვერსია, რომელიც თავიდანვე ეგრევე გავრცელდა, რომ ხო არ იდგა ამ ყველაფრის უკან Suge Knight. მოტივი რა შეიძლება ქონოდა Suge Knight-ს რომ მოეკლა თავისი ყველაზე უფრო წარმატებული და შემოსავლიანი არტისტი, რა და ლოგიკა არის ესეთი, რომ Suge Knight-მა იცოდა, რომ Tupac-ი აპირებდა წასვლას Death Row-დან და გადაწყვიტა რომ მოეკლა ის, იმიტომ რომ შემდეგ მისი კატალოგი მუსიკალური უფრო შემოსავლიანი, უფრო ძვირიანი იქნებოდა. ამაში სიმართლის მარცვალი არის იმ მხრივ, რომ Tupac-ი მართლაც დააპირებდა, რომ დაეტოვებინა Death Row და ამას არ მალავდა არანაირად. ჯერ ერთი თავიდან კონტრაქტი რაც დადო Suge Knight-თან იყო, რომ 3 ალბომი უნდა ჩაეწერა. ეს 3 ალბომი ჩაწერილი ქონდა. ერთი All Eyes on Me, double album, ორმაგი ალბომი, ამიტომ ორად ითვლება. Machiavelli's 7-Day Illuminati Theory, ეგეც 3. მორჩა, მეტი ესეთი აღარაფერი აკავშირებდა და არ მალავდა, რომ აპირებდა, რომ თავისი ლეიბლი გაეკეთებინა, Machiavelli და თვითონ ეჩალიჩა. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიძლება არტისტს თავისი ლეიბლი ქონდეს, ოღონდ ურთიერთობა ქონდეს ზევით, თქვათ, საერთოდ არ არის გამორიცხული კი არა, სავარაუდოა, რომ Tupac-ი ხედავდა, რომ Machiavelli's ლეიბლი იქნებოდა Death Row-ს ქვეშ, იმიტომ რომ
როცა ხმისჩამწერ კომპანიას აკეთებ, გჭირდება რომ უფრო დიდ ორგანიზაციასთან კონდეს კავშირი. აი, უბრალოდ ლოჯისტიკური ამბებით, რომ ვიღაცამ დისკები, რომელიც მაშინ იყო, უნდა დაბეჭდოს, უნდა დაარიგოს მთელს ამერიკაში, მთელს მსოფლიოში და ნუ ეს დისტრიბუციის სისტემა აუცილებელია რომ კონდეს და რატო იპოვოს ხო, როცა აგერ death row არის. და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ კი, მაგრამ თუფაკი გაბრაზებული იყო, რომ კონტრაქტი, რომელიც ჰქონდა შუგნაითთან, თლაც სამართლიანი არ იყო მის მიმართ. და მართლა ეგრე იყო, ალბათ არ იყო გადასარევი კონტრაქტი, მაგრამ ამავე დროს არც ძალიან განსაკუთრებულად უსამართლო იყო. უბრალოდ უსამართლო იყო, მაგრამ მაშინ ყველას ეგეთი ქონდა, ტიპი ციხიდან გამოიყვანეს, არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ევაჭრა და თავისთვის უკეთესი გამოედნო იქიდან და ამის მიღმა, ანუ ეს ყველაფერი ხო, მაგრამ თავარი რის გამოც არის გამორიცხული, რომ შუგნაითს ამასთან რამე კავშირი ქონოდა, არის ორი რამე. ერთი ის, რომ ანუ ყველობის მომენტში შუგნაითი და თუფაკი ერთ მანქანაში ისხდნენ და მეორე ის, რომ ყველობის მომენტში შუგნაითი და თუფაკი ერთ მანქანაში ისხდნენ. სხვა მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ შუგნაითი ბეწვზეა იქ გადარჩენილი, მილიმეტრებით აქვს ტყვია აცდენელი, არის უზარმაზარი მთასავით კაცი და უნდა იყო აბსოლუტური დეგენერატი, რომ ვიღაცის მკვლელობა დაუკვეთო, როცა შენ თვითონ გვერდზეზე ხარ და ვისაც უკვეთა მკვლელობას ის ჯონ უიკი არ არის და სნაიპერი არ არის, ტიპმა 14 ტყვია ისროლა მანქანის ზოგადი მიმართულებით. თავისუფლად შეიძლებოდა რომ ორივე მოეკლა. ანუ არანაირი მან ლოგიკაში არ ჯდება რომ გვერდზე დაუჯდე ტიპს, რომელსაც იცი რომ ესურიან. მეორე არის ის, რომ რაც არ უნდა თქვან, რომ იცი რა თუფაკი ბოლოს აჭრილი იყო შუგნაითზე, თუფაკი და შუგნაითი ერთ მანქანაში ისხდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ნახე, თუფაკს არაერთი ნაკლი ქონდა პიროვნული, მაგრამ ის რომ ქვეშა იყო, ორპირი იყო და ერთს ფიქრობდა და მეორეს ამბობდა, ეგ არა ვერავინ ვერ იტყვის მაგაზე. ანუ თუფაკის ნაკლი პირიქით იყო, რომ რაც თავში მოუვიდა, მაშინვე წამოაყრანტალებდა. ეგ რო ყოფილიყო აჭრილი შუგნაითზე, გვერდზე მანქანაში დაუჯდებოდა და ესაიდებს გააკეთებდა კი არა, არამედ მაშინვე დისგინებას დაუწყებდა. არანაირი ფილტრი და მუხრუჭი თუფაკს არ ქონდა მაგხრო. ის ფაქტი რომ გვერდზე ეჯდა ნიშნავს იმას, რომ მიიჩნევდა, რომ ეგ იყო მაგისი ძმა და ევასებოდა და იმიტომ რომ ეგრე ამბობდა საჯაროდ და რახან ამბობდა, ესე იგი ეგრე ფიქრობდა. თუფაკი არ იყო ის კაცი, ვინც ერთს იტყოდა და მეორეს იფიქრებდა. ასე რომ გამორიცხულია. არ არსებობს. ეხა ის რომ შუგნაითს არ დაუგეგმავს თუფაკის მკვლელობა არ ათავისუფლებს მას სხვა მხრივ პასუხისგებლობისგან, იმიტომ რომ რაც მოხდა, ეგ იყო ძალიან დიდწილად მერიონ შუგნაითის ბრალი, იმიტომ რომ იყო დეგენერატი. ჯერ ერთი ყავს გვერდზე შეჩემა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რეპერი. ხელი მოკიდე და არ გაუშვა, რომ განგსტერს ხელი არ დაარტყას, რომელსაც მერე ევალება რომ პასუხი გაქცეს ამაზე. ან თუფაკს ბოლომდე არ ესმოდა ვინ არის და სახეზე ვერ ცნობდა, მაგრამ შუგნაითი ხო ცნობდა, კომპტონი პატარა ქალაქია, ყველა იცის სახეზე და იცის რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. კაი, ვერ გააკონტროლე იმ წუთას, წავიდა და წიხლების ხმა დაუწყო ორლანდო ანდერსონს. მერე მაინც გაფრთხილდი ცოტა, იმიტომ რომ იცი რომ ტიპები ვალდებულები არიან გაგების მიხედვით, აი რა რელიგიურად ეკუთვნის რომ მოვიდნენ და პასუხი გაქცენ. შუგნაითსაც გასაგებია იმ მხრივ, რომ ის იყვნენ ჩვენ ვერავინ ვერ შეგვეხება 12 მანქანითა ვართ, აქ არ არიან მთელი მოპაირო გვერდზე მყავს, უკან აუთლოზი მოყვება თუფაკს და მაგას რო თავი დავანებოთ, ვიღაც დაცვა მყავს და ისინი პოლიციელები, ყოფილი პოლიციელები, რაც დაცვის წევრები, მოკლედ ეგონა რომ ხელშეუხებლები იყვნენ, მაგრამ ნუ არ იყო ეგრე. და უნდა გაეთვალა. ეხლა მნიშვნელოვანი ისიც არის, როცა კონსპირაციის თეორიებზე ვლაპარაკობთ, ის ჩემი ამბავი ახლა რაც მოგიყევით, არავინ დედამიწის ზურგზე ეჭქვეშ მაგას არ აყენებს. არც ქუჩა და არც პოლიცია. ეხლა შეიძლება დეტალები მთლად ბოლომდე არ ვიცოდეთ, რომ ჩახმახს ხელი ვინ გამოკრა. ალბათ ორლანდო ანდერსონმა, მაგრამ არის რაღაც ალტერნატიული თეორია, რომ გვერდზე Big Dre ტიპი იჯდა, შეიძლება იმან ესროლა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ამბობს, რომ რაღაცა უფრო დიდი ხელი დავინახე და ორლანდო ანდერსონი ტანმორჩილი კაცი იყო. შეიძლება, ანუ, მაგრამ აი ზოგადად რაც მოხდა, ეგრე იყო. ეხლა საიდან ვიცით, რომ ეგრე იყო. თავარი მოწმე ამ ამბებში არის უკვე ჩვენს მიერ ნახსენები ორლანდო ანდერსონის ბიძა, დუეინ დევისი, იგივე ქიფი დი, რომელიც მის სახელი შეიძლება იცოდეთ, იმიტომ რომ ან 50 Cent-ის მიერ პროდიუსირებული ფილმი გაქვთ ნანახი
ფაფდედის, ფიდიდის წინააღმდეგ, ან ახალ ამბებს ადევნებთ თვალყურს, იმიტომ რომ ეხლა 10 აგვისტოს დაიწყო სასამართლო პროცესი ქიფიდის ციხეშია თუპაკის მკვლელობაში მონაწილეობისათვის. მკვლელობა ედება ბრალად, მაგრამ პროკურატურა არ ამბობს, რომ თვითონ ისროლა, ედავებიან, რომ იარაღი მიაწოდა მკვლელს და ეგეც რაღაც თანამონაწილეობაში კი არ გადის, მკვლელობაში გადის. არ მკითხოთ ეხლა ზუსტად იურიდიული ტერმინოლოგია, მაგრამ ხო, ეხლა დაიწყო პროცესი და კაი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. ხო და ამ ჩვენ ქიფიდის ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, რაც მე მინახავს Southside Crepes-ის ბოსად. მაგათ უფროსად, რაც არის არასწორი, იმიტომ რომ Crips და Bloods არა აქვს ესეთი ვერტიკალური სტრუქტურა, მაფია არ არის, რომ იქ რაღაცა დონი არის და რაღაცა კონსილიერი და რაღაცა ეგეთები, არა, როგორც წესი არის, რაღაც უბნების, ეზოების გაერთიანება, მაგრამ მართლაც და ავტორიტეტული გავლენიანი ყაჩაღი იყო. სიტყვა ეთქმოდა და მის დაძახილზე ხალხი გამოდიოდა და ისეთი იყო რა. საქმეებს აკეთებდა ხოლმე. ხო და ამ ქიფიდიზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, გავიდა თავიდან Notarius B.I.G-ის მკვლელობის საქმის გამომძიებელი. პონტი იყო ესეთი, რომ ქიფიდის ქონდა და უმტკიცებდნენ უხთო რაოდენობის ნარკოტიკის PCP-ის ყიდვას და გაყიდვას და მოკლედ უთხრეს, რომ თუ რამე იცი, დაყაჭე, იქნება შეგიმსუბუქოთ სასჯელიო და პირველ რიგშიო ბიგისთანო ხო არ ქონდეთ იმ მკვლელობასთან რაღაცა კავშირიო. ქიფი თქვა, რომ არაო, ეგო ჩვენ არ ვიყავითო, ჩვენ არ ვიცი მანდ არაფერიო, მაგრამ აი თუპაკისას მოგიყვებითო, თო მოყვა. So Orlando shot across Dre? He leaned over on the window, we rolled down the window, popped. Who was it? They would drove on my side, I would have popped them. You know what I'm saying? But they was on the other side. ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენი და ამერიკული გაგებების განსხვავება შეიძლება იმაში იყოს, რომ არ ვიცი, ამერიკულია თუ კალიფორნიულია თუ შავკანიანების პონტია თუ რა არის, მაგრამ იმათი გაგებით მკვდარს რომ რაღაცა თქვა, რომ იმან გააკეთაო, ბოზობაში არ ითვლება. ანუ შეგიძლია თქვა, რომ რაღაცა ის იყო, აღარ არის ცოცხალი, იმას შეტენო, რაც გინდა, მოსულა. განგსტერულ ამბავში ჩაჭლილი არ ახარ. ხო და ვინც იმ თეთრ კადილაკში იჯდა ქიფიდის გარდა ყველა მკვდარია ამ დროს. ამიტომ იმას თავისუფლად შეეძლო ელაპარაკა და თავის წინააღმდეგ რო ბოზობს, მაგისი პრობლემაა და დანარჩენი ცოცხლები არ არიან. თავის წინააღმდეგ ბოზობს, ახლა მანდ რა პონტია, რომ პოლიციამ უთხრა ესეთი რაღაცა, იმუნიტეტი არ არის, მაგრამ არის ეგეთი პონტი, რომ ეხა რასაც ამ ჩვენების მოცემის დროს იტყვით, ჩვენ მაგაზე არ აღუძრავთ საქმეს. ოღონდ ერთი პირობით, რომ თუ რამე რაც თქვი დამტკიცდება, რომ არასწორია, ეს შეთანხმება აღარ არის ძალაში და მეორე რახანეს იმუნიტეტი არ არის, ვიღაცა სხვა თუ სხვა პონჩი ან სხვა შტატის პოლიცია შენ წინააღმდეგ საქმეს აღძრავს, ეგ შენი პრობლემა არის. ჩვენ ეხა რასაც გვეტყვი, აქ დარჩება კი არა, ყოველ შემთხვევაში შენ წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. როგორც ხვდები, ქიფიდის ეგონა, რომ ეს არის იმუნიტეტი. იმიტომ რომ ინტერვიუებში ყვებოდა ამ ამბავს, წიგნი დაწერა და გამოსცა, სადაც დაწვრილებით აქ მოყოლილი, როგორ წამოვიდნენ, როგორ ჩასხდნენ მანქანაში. ბოლოს ეხა ციხეში მაგიტო არის და მაგიტო არის საქმე აღძრული მაგის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ლოს-ანჯელესის პოლიციას, რომელმაც დაკითხა თავიდან, არ აღუძრავს საქმე მის წინააღმდეგ, აზრა ლას-ვეგასის პოლიციამ, რომელიც იძიებს და ჯერ კიდევ არ აქვს გამოძიებული Tupac's მკვლელობა. So you have a sense of remorse for what happened to Tupac? Yeah. თან აქ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ქიფიდი არის მატყუ არა. აი, ჩვენებებს ცვლის ხოლმე წელიწადში ერთხელ რაღაცებს მოროშავს, ერთი ყვება, რომ თავიდანო მეო დაურეკეო, შუგნაიცო და უთხარიო, რომ ორლანდო ანდერსონიო ერთ-ერთზე ეჩხუბება ტუპაკსო და ჩვენო მეტი პრეტენზია აღარ გვექნებაო. აბსოლუტური ტყუილი სად დაურეკა, სად ელაპარაკან 2 საათი იყო გასული იმის წემიდან იქამდე ტელეფონის ნომერი ქონდა შუგნაიცის თუ მობილურზე WhatsApp-ზე მიწერა თუ აი ბევრი ეგეც ისურელეს ამბობს ხოლმე. ამიტომ ძალიან ბევრი რამე, რასაც ის ამბობს, უნდა იწვის თვალით მივიღოთ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა ქიფიდის ჩვენებისა, კიდევ ბევრი სხვა
წყარო გვაქვს. ანუ პოლიციელები ამბობენ, რომ ჯერ ერთი, კაი, კომპტონელები ვინც არიან, მეორე დღეს უყველა მიცოდა, რომ ორლანდო ანდერსონი იყო მკვლელი, იმიტომ რომ ის ჩავიდა და უბანში ამბობდა, რომ თუპაკს ვესროლევა, ანუ რა სისულელია. და ვისაც ეუბნებოდა, ათობით ადამიანს უთხრა. იქიდან ზოგი პოლიციის ინფორმატორი იყო. ეს პოლიციელები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თუპაკი, როდესაც ზარები შემოდიოდა ჩვენთან და ჩვენი ხალხი გვეუბნებოდა, რომ ორლანდო იყო მსროლელიო. როცა თუპაკი მოკვდა, მერე დაუკავშირდა პოლიციას ორლანდო ანდერსონის ოჯახის წევრი ქალი, რაც დეიდად მოიხსენიებენ, ოღონდ ზუსტად ისე არა, რომ გაიგო ვინ არის, რომელმაც თქვა, რომ ჩემი ეს მოკლედ ორლანდოს მოკლულიაო. რატო დაუკავშირდა? იმიტომ რომ თვითონ არ იყო განგსტერულ ცხოვრებაში ჩართული ეს ქალი და რაც შეძრწუნებული იყო, რომ ჩემმა ოჯახის წევრმა თუპაკ შაკური მოკლა და მინდა რომ იცოდეთ ამის შესახებ. მას თუ ესე თავიდანვე ყველა მიცოდა, რატო არ გამოიძიეს, ან რატო ვერ გამოიძიეს? რამდენიმე მიზეზია, ერთი რასაც ანუ ყველა ამბობს თვითონ პოლიციას, ეს არის არაკომპეტენტურობა იმ ხალხის, ვინც იძიებდა ამ ამბავს, ძალიანაც თავი არ შეიწუხეს. იმიტომ რომ ანუ კიდევ ერთხელ თუპაკ შაკურის მკვლელობას იძიებს ლას-ვეგასის პოლიცია. არა ლოს-ანჯელესის. იმიტომ რომ მკვლელობა იქ მოხდა, ხო? და ეგენი ლას-ვეგასის პოლიცია არის, რაც ტურისტულ ქალაქში ტურისტულ დანაშაულებს ხსნიან ხოლმე და იქ ვინ რომელი განგსტერია, ვინ რომელი უბნიდან არის კომპტონიდან, მაგათ საერთოდ არ იციან. და ეხლა თვითონ ამბობენ და მართალიც არის, რომ არავინ ჩვენებას არ გვაძლევდა, ანუ მოწმე ვერ ვიპოვეთ, რომ რაღაცა ხმა გაეცა ჩვენთვისო და ნუ არის მანდ სიმართლის მარცვალი, მაგრამ ასე მგონია, რომ ცოტა მეტი რო ეჩალიჩათ, იქნება რაღაცა თავის დროზევე გამოეძიებინათ ეს ამბავი. ეხლა მაგათ წინააღმდეგ ისიც მუშაობდა, რომ ერთი შტატიდან დასაკითხად ტიპი მეორე შტატში რო ჩაიყვანო რაღაცა ანუ იძულების წესით რომ მოხვალ და ჩვენებას მოწემ რაღაც ხელში უნდა გეჭიროს და ამათ არ ეჭირათ არაფერი და რაც არ უნდა იცოდე ტიპს ლოს-ანჯელესიდან უთხრა რომ ახლა აქ ჩამოხვალ ლას-ვეგასში და მოგცემ ჩვენებას იქიდან გიკავშირდება იმისი ადვოკატი და გეუბნება რომ იცი რა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თქვენთან არ მოვა რამე იცით მის წინააღმდეგ ანუ რამე გვაიძულებს ეგ ამბავი არა. იმიტომ რომ როგორც LAPD ლოს-ანჯელესის ხალხი ამბობს, კომპტონელები 48 საათი იყო გასული სროლიდან, ჯერ კიდევ თუპაკ შაკური ცოცხალია, როდესაც ამათ მიაწოდეს დოსიე ლას-ვეგასის პოლიციას, სადაც იყო ყველა მონაწილის სახელი, გვარი, ფოტო და სადაც ეწერა, რომ სავარაუდოდ მსროლელი არის ორლანდო ანდერსონი. იმიტომ რომ 2 საათით ადრე იყო ჩხუბი ცემეს ტიპი და მე ცემელი მოკლეს. და ვინც ცემეს ის განგსტერია, რომელსაც მოეთხოვება, რომ პასუხი გასცეს. და აქ ეხლა თან ამბავი ის არის, რომ ის კი არ იყო, რომ არ იცოდნენ. არამედ უფრო ის იყო, რომ რანაირად დაუმტკიცებდნენ. საქმის შეკერვას შეძლებდნენ თუ ვერა. და ნუ გავიდა ცოტა ხანი და ორლანდო ანდერსონი აღარ იყო ცოცხალი და მე საერთოდ რა აზრი ქონდა. ას დაუმტკიცებ კუტარ კაცს ვერაფერს. მაგრამ კაი, ეხლა მოვედით ფაფისთან. ფაფდედის მოვიხსენიებ, იმიტომ რომ მაშინ ეგრე ერქვა, მე შეიცვალა სახელი და პიდიდი იყო, ეხლა დიდი არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ფაფი იყო მაშინ და მეც ფაფის ვიტყვი. რა შუაში შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფერთან? ჩამოყვეთ, ანუ რა მოტივი შეიძლება ქონოდა, რა შესაძლებლობა და სამხელები რა არის მის წინააღმდეგ. მოტივზე მოდი ნუ გავჩერდებით, გასაგებია აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს ომი, ჰითემა უნდა რომ ტიპი აღარ იყოს ცოცხალი. შესაძლებლობა შეიძლება ქონოდა თუ არა, ანუ რა კავშირი ქონდა ფაფდედის ორლანდო ანდერსონთან. ორლანდო ანდერსონთან არაფერი, მაგრამ კიფიდისთან ქონდა. ომის ამბებს როცა ვყვებოდი, იქ ვახსენე, როდესაც კალიფორნიაში ჩამოდიოდა bad boy, მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა Southside Crips's ხალხი. კიფიდი იყო ის კაცი, ვისთანაც ქონდა ფაფდედის ურთიერთობა, რომელსაც იცნობდა, ერთად მსხდარან, დაულევიათ და საქმე უკეთებიათ. სხვა კიდე პერსონაჟები იყვნენ იქა ზიპით და ვიღაცებით არ დაკვირთავთ, მაგრამ ნუ ეგ ბაზარი იყო რა. ეხა ამ თანამშრომლობის სიღრმე დღემდე არის დავის საგანი. ერთნი ამბობენ, რომ რეალურად bad boy რო ჩადიოდა იქ, ვიღაც ტიპებს აძლევდა ბილეთებს, ჯიბის პულს აძლევდა და იმ განგსტერებს უსწორდებოდა და ისედაც ბლადები არ ევასებოდა და ამათ იცავდნენ. სხვები ამბობენ, რომ არა, გაცილებით უფრო მეტი თანამშრომლობა ჰქონდათ და ფაფი იქიდან რაც დავალებებსაც იძლეოდა. მაგალითად, იმ დროს გავრცელებული იყო ხმა, რომ ფაფდედი იხდიდა $10,000 თითოეულ
Death Row-ს მედალიონში, რის გამოც დაიწყო ჭხუბი. ეს ხმა მაშინვე, ანუ თვითონ Mob Pyros ხალხმა იცოდა, რომ ეგრე იყო, ხმა იყო კომპტონში გავრცელებული, რამდენად მართალი იყო, ძალიან ბევრს ეჭვი ეპარება, უბრალოდ იმიტომ, რომ აი ფიზიკურად როგორ მოხერხდებოდა, ან რაც ფაფიმ დარეკა იქ და უთხრა, რომ ამ ძეწვს რომ მომიტან, სად უნდა მოუტანოთ, ან ხა ლოს-ანჯელესში ხარ, ნიუ-იორკი ამერიკის მეორე მხარეს არის, ფოსტით უნდა გაუგზავნო, თუ შენ უნდა ჩაფრინდე და შენი ხელით ჩაუტანო, ის $10,000 ჩაგირიცხავს, რაღაც ცოტა უფრო ლეგენდას გავს, მაგრამ ადგილზე ამ ბლადებს Mob Pyros ეჭვი ეპარებოდა, რომ მართლა ეგრე იყო. ანუ შუგნაიცაც და მის თანამზრახველებსაც თავის დროზევე ჰქონდათ განცდა, რომ ნიუ-იორკელები, Puff Daddy, Notorious B.I.G, მოკლედ Bad Boys ხალხი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამათ დაპირისპირებაში ერთმანეთთან. Kifidi ამბობს, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სადაც რამდენიმე ქრიფი იყო და Puff Daddy თქვა, რომ მე $1 million ვიხდიო, ვინც შუგნაიც და Tupac-ს მოკლავს. ეს უთხრა აი იმ პოლიციელს თავის დროზე დაკითხვაზე, რომელსაც მე წიგნი დაწერა და ნუ გაბაზრდა ეგ ამბავი და მე თვითონაც არაერთ ინტერვიუში გაუჟღერებია ხმამ ახლა, რომ ეგრე იყო. და თუ სადმე ან Eminem-ის ტექსტში ან სადღაცა მოგისმენიათ ესეთი ხმამაღალი განცხადება, რომ Puff Daddy-მ დაუკვეთა Tupac-ის მკვლელობას, სწორედ აი ამ განცხადებიდან მოდის. რომელიც ანუ ძალიან რთული განსასაზღვრია, რომ შეიძლება ეგრე იყო. ანუ გამკეთებელი იყო Puffy, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს Kifidიც მატყუა რაც არის. სხვა ამას არავინ არ ადასტურებს. მილიონი ძალიან ბევრია, მაგდენი არავის მოკლა არ ღირდა და როგორც მე ვნახავთ, სავარაუდოდ Notorious B.I.G-ს მკვლელობაში მაგის მეათედიც არ იყო გადახდილი. და კიდევ ერთხელ მოვლენათა განვითარება, როგორც მოვყევი, ესე იყო, ანუ დაიწყო იქიდან, რომ ორლანდო ანდერსონის შემთხვევით დაინახეს კაზინოში და Tupac-ი ეცა საცემრად. ეგ დაგეგმილი ვერ იქნებოდა, ანუ ეგ არის აბსოლუტური აბსურდი და თუ Kifidi მართალს ამბობს და თვითონაც ესე თქვა, რომ მაინც ვესროდითო შუგნაიცო და Tupac-სო, ანუ ეს $1 million დაპირება შეიძლება დამატებითი სტიმული უფრო ყოფილიყო, ვიდრე პირდაპირი მიზეზი. ეხა Kifidi-დან ყველაფერს უარყოფს, იმიტომ რომ სასამართლოში აქვს საქმე და ეხა ამბობს, რომ რაც მე იქ ინტერვიუში ვილაპარაკეო, ყველაფერი ტყუილიაო, ლას-ვეგასში საერთოდ არ ყოფილვარო, წიგნში რაც წერიაო, ყველაფერი ტყუილიაო, უბრალოდ ფულის გამო დავწერე რაღაცეებიო და ეხა ნუ მაგის გამო ნუ გამასამართლებთო. მანამდე წლები დადიოდა და საკუთარ თავს აბოზებდა, Kifidi არის აუტანელი ადამიანი, ბოდავს რაღაცებს, გაუგებრად ლაპარაკობს და უსიამოვნო ტიპია. არავის არ ევასება Kifidi. I wasn't even in the battle. I wasn't in the battle, period. Do you regret the book and the interview? Yeah, I was just after the money, and they said I was covered. I did it for the money. You know what I'm saying? მოკლედ, ეგ ამბავი არის ეგრე რა. გულწრფელად რო გითხრათ, ანუ მგონია რომ Puffy-ზე ამბავი ეხა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწყდა, მას მერე რაც გაირკვა რა საზიზღარი და უსიამოვნო ადამიანი გახლავთ. ის თან უამრავი მტერი ყავს, მათ შორის 50 Cent, რომლის გადაკიდებასაც ჯობია რომ 10 ტონიანი ცემენტი გადაიკიდო, არ ვიცი, არა ვარ კარგი ამ რაცა მეტაფორებში, მაგრამ ძალიან ადვილია რომ ყველაფერი Puffy-ს შეტენო, იმიტომ რომ საზიზღარი ტიპი არის და ცხადია რომ იზამდა ეგეთი პონტია. რეალურად რამე ესეთი სამხილი მაგის წინააღმდეგ არ არსებობს და მე ცოტა ეჭვმეპარება, მაგრამ ნუ ვერ გამორიცხავ. შეიძლება მართლა თქვა რომ მილიონს ვიხდიო, ოღონდ ისიც ვიცით რომ არ გადაუხდია მე. Kifidi ამბობს რომ ფული მაგაში არ ამიღიაო, ერთი ამბობს რომ შეიძლება შუამავალმა ნაწილი შეჭამაო, მაგრამ ისიც გონია რომ განგსტერებს რო ეტყვი რომ ფულს გადაგიხდი და მე გადააგდებ, ის განგსტერები 2000 და 3000 დოლარის გულისთვის ხალხს ასახებენ, აი როგორც არაფერი ისე. ასე რომ მე ცოტა ეჭვმეპარება. უბრალოდ არც ის მინდა რომ Puff Daddy-ს დამცველი გამოვიდა, იმიტომ რომ საზღარი ადამიანია და არავის არ უნდა რომ მაგისი დამცველი გამოვიდეს. აი, მოვუბრუნდეთ Tupac-ს, რომელიც მკვდარია ამ დროს და მაგისი მეგობრები, Outlaws, რომელიც ანუ აი მაგისი სასტავი არის, პლაჟზე არიან. რომ პატივისცენ თავიანთ მენტორს, თავიანთ უფროს, თავიანთ რაღაცა Tupac-ზე აბოდებთ დღემდე.
ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეს და რაც რამე აქვთ, არის თუპაკის დამსახურებით და არიან განადგურებულები. პლაჟზე სხედან და თან აქვთ მიტანილი თუპაკის საყვარელი სასმელები, ერთს მოსვამენ, მერე ჩაასხამენ პლაჟში, შემწვარი ქათამი აქვთ, ერთ მოკბეჩენ და გადააგდებენ იქით, რომ თუპაკისა იყოსო და ამ დროს Idi Amin's ესმის ტრეკი Black Jesus, რომელიც არის Outlaws სიმღერა, არის და ნუ თუპაკს აქვს ორი ვერსიზეთ და ესმის რომ Cremated Last Wishes, Nigga Smoke My Ashes. ესე მოტრიალდნენ რომ ტიპმა დაგვიბარა, რომ ბოლო ჩემი სურვილია, რომ როცა კრემაციას გამიკეთებენ, ჩემი ფერფლი მოწიეთო. ერთმანეთს შეხედეს, ანუ გაერთნენ და ეგეთი პონტი არის, ხო, ანუ ცოტა შეძრწუნებულები არიან, რომ ეხლა რა უნდა ვქნათ, იმ კაცის ფერფლი უნდა მოვწიოთ, მაგრამ რანაირად? როგორც მე Idi Amin იყვება, ერთ-ერთი outlaw შეიპარა, ცოტა ფერფლი აიღო, გამოვიდნენ ისე პლაჟზე, რაც განსაკუთრებულად კარგი მარიხუანა ჰქონდათ, რომელსაც მოაპყურეს ფერფლი, ჯოინტში შეახვიეს და ესე გადააწოდეს ერთმანეთს და ესეთი პატივის წეს გააცილეს, ესე შეისუნთქეს თავიანთი მენტორი. დიდი ხნის განმავლობაში ეს რაღაცა ჰიპ-ჰოპის ლეგენდად მიიჩნეოდა და მე ერთი 10 ცოტა მეტი წლის წინ Outlaws-მა ინტერვიუში დაიწყეს ლაპარაკი, რომ ხო იქ ვიყავით და ეგ გავაკეთეთ. ეხლა დანარჩენი ოჯახის წევრები, ვინც მაშინ ცოცხლები იყვნენ, თქვენ შიქ ხო არა გაქვთ, რა ფერფლი მოწიეთ, რა თუპაკმა დაგიბარა ცოტა პატივისცემით მოიკიდეთ ადამიანს რას ლაპარაკობთო და ესენი იყვნენ, არა, ჩვენ მოწევა კი არ გვინდოდა, უბრალოდ ტიპმა თქვაო, რომ ბოლო ჩემი სურვილია, რომ მოწიეთ ჩემი ფერფლი და ჩვენთვის ცოტა არ იყოს ისეთი ფიგურა იყო რელიგიური მაგათთვის თუპაკი და რაც დაგვიბარა, ის უნდა გავაკეთოთ. და ეს აფენიშაკური ამბობდა, რა ფერფლი ხო არა ანძრევთ თქვენ და მე Idi Aminმა ინტერვიუში რავი აი მოისმინეთ აი ეს თქვა. We smoked what we thought was his ashes. You know what I mean? Years later we found out that they wasn't really his ashes. Now when you were smoking it, was you like, yo, I am smoking a nigga? Not really, because I was in so much pain. არ მინდა რომ random ძმას ინტერვიუს ტექნიკა ვასწავლო, კი არა და რა სისულელია, მაგრამ შენ ჩაეკითხე ტიპი რას გეუბნება, რომ სხვა ფერფლი მოგვიწევია, რომ შეკითხვა არ გაგიჩნდა, რომ სად იშოვეთ ის ფერფლი, როგორ აღმოაჩინეთ, რომ სხვისი იყო. არ ჭირდება ამას, რაღაც ჟურნალისტის ოსტატობა, ელემენტარული კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს, რომ ძმაო, Idi Amin, რას მიყვები, ეხლა ცოტა მეტი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. Fuck. იმიტომ იმის მერე ესენი აღარ ლაპარაკობენ ფერფლის წევაზე, როცა თუპაკის ოჯახმა თხოვა, რომ გეხვეწებია ეგო აღარ ახსენეთო და ესენიც აღარ ახსენებენ. ორლანდოს რაც შეეხება, უბანში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. თვითონაც ამაყობდა, რომ თუპაკს მევესროლეო და მაგის მეზობლები ვინც იყვნენ, დიახაც ჩვენი უბანი გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ გავზარდეთ Baby Lane, ორლანდო ანდერსონი, ნამდვილი განგსტერი, რომელმაც გამოასალმა სიცოცხლეს თუპაკ შაკორი. და უცნაური ის არის, ამასთან დაკავშირებით ამ ამბებზე მაქვს ათობით ინტერვიუ ნანახი იმ დროინდელი ვლადებისაც, ნეკბოუნების და ვიღაცების, რომლებიც ქუჩაში დარბოდნენ და მოსაკლავად დასდებდნენ ორლანდო ანდერსონს კაი ხნის განმავლობაში. მაგრამ მე დამრჩა შთაბეჭდილება კი არა, ნამდვილად ეგრეა, რომ სისხლით და იმით არ ლაპარაკობდნენ ტიპზე. ანუ ისე იყო რა, რომ ცდილობდით რომ მოგვეკლა ტიპი, იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო, მაგრამ ეს რა გააკეთა, ეს რატო ქნა, არ იყო, არ გასაგები იყო რატომაც ქნა. მოეთხო რა, გასაკეთებელი იყო და გააკეთა. სხვა გზა ორლანდო ანდერსონს არ ქონდა თავისი განგსტერული ცხოვრების გამო. ხელი მოხვდა განგსტერს, უნდა ჩამოიბანოს შეურაცხყოფა. სისხლით. 1998 წელს კომპტონის ავტოსამრეცხაოსთან ორლანდო ანდერსონმა დაინახა სამი ტიპი. სახელებით არ დაგღლით, მაგრამ ძმები არიან ორნი და ერთი კიდევ ვიღაცა რენდომ ტიპი არიან. ესენიც არიან კრიპები, ოღონდ მეტოქე ბანდიდან Corner Pocket Crips არიან, რომელიც შეიძლება პატარა ბანდა არის, მაგრამ ნუ ისეთი ძლიერი და ვაშკაცი და მოჭხუბარი ბიჭები. და ამათ აქვთ ორლანდო ანდერსონის ვალი. ხა ეს ის იყო, კი იყო უშიშარი, მაგრამ სულელი არ იყო. თავის მაგაცი გამოიძახა და მერე მიაჭრა და დაიწყეს ბაზარი.
ბიჭო, ჩემი ვალი გაქვს, როდის დააბრუნებ, ცოტა ხანი ბაზარი კამათში გადაიზარდა, მერე ეს ამოიღეს იარაღი, სროლის ხმა იყო და რამდენიმე წამში 3 ადამიანი ეგდო ძირს. ის ძმები, ორივენი მკვდრები და ორლანდო ანდერსონი სულს ხაფავს, სასიკვდილოდ დაჭრილი. პოლიცია მალევე მოვიდა, იმიტომ რომ იმავე ქუჩაზე არის პოლიციის შენობა და მოვიდნენ ვინ გახსოვთ თავიდან რო გითხარით, არ გახსოვთ, მაგრამ მაინც ტიმი და ბობი მაკდონალდში რო ორლანდო ანდერსონი კლავდა 15 წლის რო იყო მაშინ. ხო, ეგენი მოვიდნენ. ერთ-ერთი ეკითხა, არა, რას ეკითხებამდე? Tupac's და იმ ლას-ვეგასელი პოლიციელის ბოლო გასაუბრება, ხო გახსოვთ? აუ, ძალიან გავდა ეს Baby Lane Tupac's. He saw Baby Lane getting put into the ambulance. He asked him. He said, "Hey, did you kill Tupac?" And anybody in law enforcement knows that that would have been a dying declaration. They could have killed the case. If he would have said, "I killed Tupac," and then he died, case closed, right? But Baby Lane, being a gangster to the end, he said, "Fuck you, Cameo." აი ესე შევკარით წრე Tupac's კვლობის სევდიანი ისტორია იყო. Რაცნაირად მინდოდა რომ ორლანდო ანდერსონზე მეტი მელაპარაკა, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ დროის და იმ უბნის და იმ რაღაცა ყველაფრის კულტურის ნაწილი არის მთელი ეს ისტორია. Notorious B.I.G. 6 თვის მერე მოკლეს. მაგაზეც მაქვს ვიდეო, 3 დღეში დავდებ. მანამდე ესა პატრეონი, კისაჯი, არხის გამოწერა. Notorious ვიღამ მოკლა. იქ ყველაფერი ეგეთი ცხადი არ არის, მაგრამ იქაც გვაქვს კარგი ვერსიები.